ტყუპებს, სასწორებს, მერწყულებს ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ, რა ენერგიებში იქნებით. დავიწყოთ ტყუპებით. ტყუპები ამ ერთი კვირის განმავლობაში არჩევანის წინაშე მოგიწევთ დადგომა და რაღაც სიტუაციების გადაფასება, შეფასება, დაფიქრება. ცოტა შეიძლება ემოციურად არეულები იყოთ და გაურკვევლობაში ან გაორებულები და რაღაც მომენტში არ გესმოდეთ თქვენი თავის ბოლომდე. არ ხართ შეიძლება დარწმუნებული გადაწყვეტილებებში, ან ფიქრობთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. შეიძლება აქ შიშებიც გაქვთ, რომ რაიმე არასწორი არ გავაკეთო, მე ცხოვრება არ გამირთულდესო. აი რაღაც ესეთი შინაგანი დაძაბულობები არის, შეიძლება ემოციური სტრესი, ან ცოტა დეპრესიული ფონიც მომეტებული გქონდეთ ტყუპებს. ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო ლოგიკასაც ჯობია რომ მოусმინოთ და ლოგიკასაც დაეყრდნოთ ამ ეტაპზე. ყოველ შემთხვევაში სამყარო ალტერნატივებს და არჩევანის წინაშე დაგაყენებთ და ვარიანტებს და სიმრავლეს გაჩვენებთ, თქვენი ნება საით წახვალთ, შიშს თუ არ აყვებით, უმჯობესი იქნება. უფრო მარტივად წახვალთ წინ და წაიწევთ წინ. რაც შეეხება სასწორებს. სასწორებისთვის ანუ ცოტა პრობლემური და ტრანსფორმაციული ენერგიები ამოდის. შესაძლებელია აქ მოულოდნელად განვითარდეს მოვლენები, მაგალითად მოულოდნელი ფინანსური ხარჯი გქონდეთ სასწორის ნიშნებს, ან დაუგეგმავი რაღაცები შეიძლება მოხდეს, რომელიც თლაც სასიამოვნო არის და თქვენს გეგმებში არ ჯდებოდეს და ცოტა ხელი შეგიშალოთ და შეგაფერხოთ. შეიძლება პირად ურთიერთობებში წარმოჩნდეს მოულოდნელი კამათი, მოულოდნელი სირთულე, მოულოდნელი აი ესეთი დაშორების ენერგიებიც ამოდის, ცოტა ნგრევითი სიტუაციები არის. მაგრამ მაინც გამოასწორებთ ამ ყველაფერს, დიდხანს არ იქნებით ამ კრიზისში, მალევე დალაგდებით. შეიძლება უკვე დაწყებულიც არის რაღაცას რყევები თქვენ ცხოვრებაში და უკვე მუშაობთ ამის გამოსწორებაზე, სასწორები არ გამორიცხავთ. წარმატების შანსები ყოველ შემთხვევაში ამ კვირაში კარგი გაქვთ, საქმიანი კუთხე მგონია რომ მეტნაკლებად წინ წავა თქვენთან, სასწორებთან, აი პირადი შეიძლება ცოტა გაპრობლემდეს და გართულდეს, უსიამოვნო ენერგიები იყოს. რაც შეეხება მერწყულებს. მერწყულებთან ესე იგი სიტუაცია გვაქვს ესეთი. შესაძლებელია თავად მერწყულები იტყუებოდეთ რაღაც სიტუაციაში, ან ვინმეს რამეს უმალავდეთ, ან რაღაცა სიტუაციას და მდგომარეობას გაურბოდეთ, თავს არიდებდეთ, ან თქვენ სირგვლივ იყოს ადამიანი, რომელიც გატყუებთ და ან სიტუაცია, სადაც ბევრი ტყუილია, არასანდო მდგომარეობებია, მე შეიძლება მათ თქვენი გაღიზიანებაც გამოიწვიოს, გაბრაზებაც, აი ესეთი უცებ აფეთქდეთ და იმპულსურად რაღაცეები გააკეთოთ, ცოტა ფრთხილად იყავით, აი ესეთი ორმაგი სიტუაციებია არას, აი თან თითქოს რეალობა ჩანს, თან თითქოს ვიღაცამ რაღაც მოგატყუოთ, აი თან დარწმუნებული არ ახართ სინამდვილეა თუ არა და აი ესეთი საეჭვო, საორჭოფო მდგომარეობები ალბათ კარგი იქნება თუ გამოგქეკავთ ბოლომდე ძირისძირობამდე ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფორმაცია, რომელიც მოვა, ფაქტები, რასაც დაინახავთ, აი ყველაფერი საცერში გაატარეთ და ისე მოიქეცეთ მერწყულები.